გაზპრომთან მოლაპარაკება დასრულებულია ახალი კონტრაქტი, რომელიც ორ მხარეს შორის გაფორმდა 2 წლიანია. საქართველოს პრემიერის განცხადებით მთავარია ის, რომ რუსული გაზის ტრანზიტის ფასი გაიზარდა. შესაბამისად, რუსეთ-სომხეთისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით გაცილებით ძვირი დაუჯდება. ახალი კონტრაქტით შემცირდა რუსული გაზის ტარიფის საქართველოსთვის და კერძო კომპანიები დაინტერესების შემთხვევაში ბუნებრივ აირს დაბალ ფასში შეიძენენ. ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად კი ჩვენი ქვეყნისთვის ისევ აზერბაიჯანი რჩება. ლევან კვატაშიძე ახლა ამ თემით პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. გაზპრომთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის შემდეგ დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა თემა რუსული გაზის პოლიტიკური ფასი. ექსპერტები განმარტავენ, რომ რადგან ქვეყნის მთავარი მომწოდებელი დღეს სწორედ აზერბაიჯანია, რუსეთი გაზის თემას ვერ გამოიყენებს პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად, როგორც ეს იყო მაგალითად 2007 წელს. რუსული ენერგოკომპანიასთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია კომერციული მიზნებიდან გამომდინარე და ბუნებრივია უცნობია ტრანზიტის საფასური, ისევე როგორც კომერციული გაზის ტარიფი საქართველოსთვის. ახალი კონტრაქტი 2 წლიანია და როგორც ქართული მხარე განმარტავს გაუმჯობესებული პირობებით. გაზპრომთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი ახალ პირობებს განსაზღვრავს. რუსულ ენერგოკომპანიასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით რუსული გაზის ტრანზიტის ფასი გაიზარდა. შესაბამისად, რუსეთ-სომხეთისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით გაცილებით ძვირი დაუჯდება. ახალი კონტრაქტით შემცირდა რუსული გაზის ტარიფი საქართველოსთვის და კერძო კომპანიები დაინტერესების შემთხვევაში ბუნებრივ აირს დაბალ ფასში შეიძენენ. პრინციპები, რითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა მოლაპარაკების წარმართვისას, პირველი, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე პრინციპი ეს გახლავთ ის, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებული იყო. მოლაპარაკებები დასრულდა ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით. ტრანზიტის საფასური არ ხმაურდება ისევე როგორც რუსული გაზის ფასი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონტრაქტის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა. ნათია თურნავას განმარტებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიუხედავად, ქვეყნის მთავარ მომწოდებლად ისევ აზერბაიჯანი რჩება. გაზპრომთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი დღეს მთავრობის ხდომაზეც განიხილეს. შედეგების მიხედვით გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება. სატრანზიტო საფასური გაზრდილი, გაზის მიწოდების ფასი შემცირებული. როგორ მივახციეთ ამას? ამას აქვს რამოდენიმე ახსნა. ერთი, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა, მომლაპარაკებელმა გუნდმა გამოიყენა კარგად ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა. არის გარკვეული დაღმასვლა, შესაბამისად იყო მზადყოფნა გარკვეული დათბობების და ჩვენ ეს მომენტი კარგად გამოვიყენეთ და მეორე რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ ეფექტური იყო ჩვენი მოლაპარაკების ტაქტიკა. არ დავთმეთ მთავარი პრინციპები, რაც შეეხება ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ჩვენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მივახციეთ გაუმჯობესებას. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ორი პრინციპის დაცვით მიმდინარეობდა. შენარჩუნებული იყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და აქამდე არსებული პირობები ქართული მხარის სასარგებლოდ შეცვლილიყო. უმრავლესობის შეფასებით სახელმწიფომ ეს პრინციპები სრულად დაიცვა. საპარლამენტო ოპოზიციას კი გასაიდუმლოებული კონტრაქტის პირობები დამატებით კითხვებს უჩენს. ბატონმა ხობულიამ დადო პირობა, რომ იგი მოვიდოდა თავდაცვის კომიტეტის ფორმატში და დობის ჯგუფის ფორმატში პარლამენტში იმისათვის, რომ კონკრეტულად გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ჩაებარებინა ანგარიში პარლამენტის წევრებისთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი ამ პირობას შეასრულებს. ეს არ არის პოლიტიკური გაზი და ხელშეკრულება, რომ შეიძლება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე რაიმე გავლენა მოახდინოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კვლავ ექნება დივერსიფიცირებული მოწოდება ჩვენი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსულ ენერგოკომპანიასთან გაფორმებული ახალი კონტრაქტით გაზრდილი ტარიფი ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს. რაც შეეხება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, მათი შეფასებით, რუსული გაზის წილი საქართველოზე იმდენად მცირეა, რომ რუსეთი ამ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის ვერ გამოიყენებს. პოლიტიკური რისკები აქ არის მინიმიზირებული. ადრეც აღნიშნავს, რომ 10%-ის ფარგლებში, დაახლოებით იმ მოცულობის ფარგლებში, რასაც ადრე ვიღებით 2017 წელს ჩვენ ნატურით გვიხდი და სატრანზიტო მოცულობას, იმ მოცულობის ფარგლებში თუ იქნება ეს კომერციულ სექტორში, ეს წაადგება ჩვენ ბაზარს და გარკვეული დადებითი მოვლენები იქნება, რომ შეიძლება გაზი გაეაფთეს. ვინაიდან მე მყავს სერიოზული მომწოდებელი აზერბაიჯანი და არა ვარ ყულუp
ჯგუფით მიბმული რუსეთთან, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, რაღაც გარკვეული პრობლემების შემთხვევაში, მე თუ მექნება ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა, რომ შემიძლია მისი გამოყენება, ეს არ იქნება ცუდ და ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ის რომ მე მივება მთლიანად რუსეთს, როგორც დაუშვათ 2007 წელს ვიყავით და მანამდეც ვიყავით, ეს არ ივარგებს და ალბათ ეს არც გაკეთდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით გაზპრომთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი მხარეებს შორის 2 წლის ვადით შედის ზალაში. 2021 წელს კი მოლაპარაკებები თავიდან დაიწყება და ხელშეკრულების პირობები ისევ გადაიხედება.